მოგესალმებით, მე ლაზარე ვარ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბაზარი ორბელიაზე. ჩვენ ახლა ადგილზე ვიწვევთ სუშის და ჩვენ ახლა დავაგებინოთ ცხელი სუში. აი, გადავუგეთ. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი სუში გვაქვს და ახლა დავიწყოთ დაგემოვნება. ეს სოიას სოუსი ჩამოვასხათ. და გადმოვიღოთ სუში. ახლა ჩარკვირებს გაქვს ნიჭავთ. მოდი დავიწყოთ ამითი. მე არ ვიცი გამოყენება ჯოხების, მაგრამ ახლა ხელით შევჭამთ. მოდი დავიწყოთ დაგემოვნება. ახლა ჩავაწვდით ამას ასე სუშის და დავაგემოვნებთ. ძალიან მწარე სუშია. კიდე რა ვთქვა? აქედან დავუძე სვიჩ და როგორც ხედავთ, ამაში არის მომყარებული ავოკადო. კიდევ არის ბრინჯი გარედან. არ არის გამოყარებული ნორი. ნორი არის სუშის მასალა, როგორც ვთქვა, რომელსაც ახვალო მაგაში რა. ეს არის კლასიკური, ეს არის ცხარე. და დაუწე აქედან დაუწე 7. ესე იგი, აქედან 7 დაუწე და კიდევ ვიტყვი იმას, რომ აი ეს არის როგორც ხედავთ, მწარე როგორც ანუ სოუსი და ესენი სასლი ამას და როგორც ხედავთ, ესენი მწარე არის. ყველი სოუსი. ახლა დავიწყოთ ამის დაგემოვნება. აი შირთავსი, როგორც ხედავთ, ეს არის თევზი არის შიგნით, ავოკადო და კიდევ ეს ხარე სოუსი. ეხლა ჩავარდნით და ეს არის ცხარე, როგორც წინა სუშიც გავსავთ და ამას დაეწერება 100-დან 8, იმიტომ რომ ის არის ძალიან მწარე, ძალიან ცხარი არის. ეს არ არის ძალიან ცხარი, მაგრამ ეს არის კაი. და სუპი არის ეს. ეხლა დავიწყოთ ამას დაგემოვნება. ვიზუალურად გამოიყენება ძალიან ლამაზად და მადის ამგზავრად. მოსხმული აქვს როგორც წინის წინა სუშისას განსხვავებით სოისა მწარე სოუსი და ეხლა ჩავატყდით და გავსუჭოთ. ვიდიდე. არის ძალიან ცხარე, არის სველი, როგორც ჩანს. შიგნით არის გამოყენებული თევზი, ბრინჯი, ავოკადო, კიდევ არის შეხვეული ნორში და კიდევ არის ზეთში შემწვარი, რომ ეთხოვა. ეხლა ჩვენ ამას დავაყოლებ კრევეტებს და კრევეტებს მოყვება თავისი სოუსი. კიბელ ცხარე სოუსი. ცხარე სოუსი. არის ძალიან კაი. არის ზეთში შემწვარი და ანუ ვისი გემოაქლა ზანე? ამას რა როგორ დავამცლოს? ხორცის. აქვს თევზის გემო და ანუ არის ძალიან კაი და სუპერ. ჩვენ შევიზოთ ლოკაცია. ახლა ისე ვიყოფებით ბაზარი ორბელიაზე, მაგრამ ახლა უნდა დავაგემოვნოთ ჩვენ ნაყინი, გასხოვებული ნაყინი. ეს არის როგორ ვთქვა, გაყინული ნაყინი. ეს ვიდეო შემოდის ახალი ნაყინი. ეს ამას იოგურტის ნაყინი, ეს ვიყიდეთ ლოლოში და ეს ვიყიდეს მინი მელტში. ჯერ ამას დავაგემოვნოთ და შემდეგ ამას. არის თან ტკბილი და არის თან მჟავე. ამას დაუწე 100-დან 900 და დაგავდით მომდევნო ნაყინების დაგემოვნებისთვის. ეს როგორ ავიღო?
10-დან დაუწერ მე 9-ს, იმიტომ ძალიან მომეწონა. 10 არა. 10 არა. აი, ჯამეთოა. დიახ. იგრძნობა ყველაფრის გემო. ამას აქვს იოგურტის გემო. ეტყობა, ანუ ის არ დაგავიწყოს არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის ღილაკის გამოწერა. შევხვდებით შემდგომ ვიდეოში და ნახვამდის.